Გიბრუნდებით ეთერში რეკლამის შემდეგ და გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი არის კერძო სკოლა თამარიონის ხარისხის მართვის მენეჯერი ქალბატონი თამარ უთნელიშვილი. დიდი მადლობა ქალბატონ თამარო, რომ გამონახეთ და მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დაკავებული ბრძანდებით. და როგორც იცით, ჩვენი დღევანდელი თემა არის ქართული საგალობლების შესწავლა სკოლებში. მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული საგალობლები სკოლაში? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ქართული საგალობლების შეტანა, იცით რა სიმართლე რომ გითხრათ, რა ეტაპზეა ეხლა არ ვიცი. მე უბრალოდ ვიცი ზუსტად ისეთი ინფორმაცია მაქვს, რაც გაჟღერდა ზოგადად. არაოფიციალური ინფორმაცია. მე არ მომისმენია თვითონ არც პატრიარქის აზრი ამის შესახებ, რომ თითქოს თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი მას დაპირდა საგნის, როგორც საგნის შეტანა სკოლაში, მაგრამ მე ვიცი ის, რომ პრემიერს, როცა დაუკავშირდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვა, რომ არასრულყოფილი გაჟღერება მოხდა საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით. ეხლა რომ ორივე პერსონას რომ თავი გავანებოთ, თქვა პატრიარქსაც და პრემიერსაც, ხო? და ჩვენ თვითონ აი ამ თემასთან დაკავშირებით ლოგიკურად რომ ვიაზროვნოთ და შევხედოთ, საგალობლების შეტანა საინტერესოა როგორ შეიძლება რომ იყოს. ეს იქნება როგორც დამოუკიდებელი საგანი, რომელიც რა თქმა უნდა ეროვნულ სასწავლო გეგმას გააზრდის, საათობრივ ბადებსაც გააზრდის და დატვირთვასაც გააზრდის სკოლებში, რომელიც ისედაც გადატვირთულია, თუ ეს იქნება მუსიკის გაკვეთილებზე შეტანილი ინფორმაცია ქართული საგალობლების როგორც მიმდინარეობის შესახებ. საგალობლები ძალიან რთული ფენომენია, როგორც ვიცით. აქ არის ქართული მრავალხმიანობაც, აქ არის სერიოზული მიდგომა ჭირდება ამას. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ეს იქნება, სადღაც კვირაში 2 საათი დავუშვათ 45 წუთიან გაკვეთილებზე, ამით შეიძლება მივიღოთ უკუ შედეგი, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვებს ვერ მივაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ქართული საგალობლების შესახებ, თუნდაც საეკლესიო საგალობლების შესახებ, ვერ ვასწავლით მას სრულყოფილად და შევქმნით აქედან ისეთივე მოსწავლებისთვის არასასურველ საგანს, როგორიც შეიქმნა სხვადასხვა საგნები, თუნდაც ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნები, თავისი არასწორი და შეუსაბამო პროგრამისა თუ სახელმძღვანელოების გამო. როგორიც არის მაგალითად მათემატიკისგან შექმნეს მონსტრი და ჩათვალეს, რომ ეს არის რთული საგანი, ფიზიკაც ასევე ქიმიაც, იმის გამო, რომ ბავშვებს მიეწოდათ რთულად, ასაკისთვის შესაფერისი არ იყო, შეუსაბამოდ და ამიტომ ბავშვებისთვის, რადგან რთული იყო, ბავშვებისთვის ეს რთულ საგნად მიიჩნიეს და ამიტომ ძალიან მომენტია, იმიტომ რომ რა ფორმით უნდა მიეწოდოთ ეს ყველაფერი ბავშვებს. მეორე მომენტია კიდევ დავუშვათ, რომელ კლასებში უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი. ანუ უნდა იწყებოდეს დავუშვათ პირველი კლასიდან და გრძელდებოდეს მე-12-ს ჩათვლით, თუ რაღაცა უფრო მაღალ კლასებში დავუშვათ მე-9 და მე-12-ს ჩათვლით, როცა ბავშვებს უფრო გააზრებული აქვთ და როგორ. იცით რა არის ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში იყო ასეთი პრაქტიკა, სულ რაღაც 2 თუ 3 წლის წინ იყო თუ უფრო ადრე, რომ შეიტანეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეიტანეს მე-4 კლასში ქართული ცეკვა, საგანი. ქართული ცეკვა. ეს იყო ეთმობოდა კვირაში 1 საათი. ეხლა როგორ გონიათ, ესეთი რთული ფენომენი, როგორიც არის ქართული ცეკვა. კვირაში ერთხელ 45 წუთში შეიძლებოდა არ ვესწავლათ ბავშვებს? არ შეიძლებოდა, ვერც გამოვიდა და ვერც შედეგზე ვერ გავედით. ისეთი ბალეტი, ქართული ბალეტი, რომელიც არის მსოფლიო ფენომენი, მე ასე ვთვლი, არ შეიძლება 45 წუთში ჩავდიოთ. მით უმეტეს ისეთ კლასებში, სადაც არასაკმარისი, არათანაბარი შესაძლებლობების მოსწავლეების ხედან. ეხლა 20 ბავშვში, სადაც არის არა
თანაბარი მუსიკალური შესაძლებლობები მოსწავლეებში, თავისთავად ზოგს აქვს სიმღერის ნიჭი, ზოგს არ აქვს სიმღერის, ვერანაირად ვერ ისწავლება ქართული საგალობელი, ვერც საეკლესიო საგალობელი, ვერანაირი საგალობელი და ვერც ხალხური სიმღერა, იმიტომ რომ თავისი მრავალხმიანობის გამო არის რთულად შესასწავლი. ამიტომ მე ვთვლი, რომ საგალობლები არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, არც ერთ კლასში. თუ იქნება მუსიკის გაკვეთილებზე ინფორმაციის სახით ამის შესახებ, ისევე როგორც ყველა დანარჩენი მიმდინარეობის შესახებ არის ახლა საინტერესო სახელმძღვანელოებია სხვათა შორის მუსიკის და მოსმენის სახით რომ მოვასმენოთ ბავშვს, თუნდაც შენ ხარ ვენახი საგალობელი, თუნდაც სვანური ლილეომზის საგალობელი, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ აი ვასწავლოთ საგალობლები, ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს დაუჯერებელია და კომიკურიც. კი, აბსოლუტურად გასაგებია უკვე თქვენი პოზიცია, სკოლაში საგალობლებთან შესწავლის თაობაზე. მაშინ გადავიდეთ მეორე საკითხზე. თუ მოხდა და მართლაც ჩასვეს ეს საგანი, სავალდებულო საგნად სკოლებში, თქვენ რას ფიქრობთ, თქვენი პოზიცია, ვინ უნდა ასწავლოს ეს? აი ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ეს არის სერიოზული საკითხი, დიახ, იმიტომ რომ ეკლესიებში გალობის ჯგუფები ხო არიან, გალობლები ხო დგანან, აი იმათთვისაც კი ძნელია რეგენტის მოძებნა. შესაფერის კადრი. ამას ასწავლის სასულიერო პირი, სკოლა არის ისეთი დაწესებულება, სადაც მასწავლებლები დგანან გარკვეული გამოწვევების წინაშე, ისეთი როგორც არის ბავშვთან ფსიქოლოგიური მიდგომა, თავისი მეთოდიკა, იქ შეფასების სქემებია, საჭიროა დაიწეროს გეგმები და ამას სჭირდება კვალიფიციური კადრი. და ბავშვთან მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა. შესაბამისად, ეს არის დიდი გამოწვევა და თქვენ როგორ ფიქრობთ, უფრო მუსიკის მასწავლებელმა უნდა ასწავლოს ეს უნდა ასწავლოს მუსიკის მასწავლებელმა და ინფორმაციის სახით მიაწოდოს ბავშვებს თეორიული ცოდნა ამ საგალობლების როგორც ერთ-ერთი მიმდინარეობის შესახებ და სხვადასხვა მიმდინარეობის შესახებაც სხვათა შორის უნდა ისწავლებოდეს. როგორც ქართულ ფენომენის შესახებ, თუნდაც მრავალხმიანობის როგორც ფენომენის შესახებ, რაც ნამდვილად საამაყო გვაქვს. მაგრამ სასულიერო პირი და თანაც ასეთი მუსიკალური შესაძლებლობების მქონე, რომელსაც შეუძლია ეს მრავალხმიანობა ბავშვებამდე მიიტანოს, მე ეჭვება რომ არსებობდეს ესეთი ადამიანი, ამავე დროს სასულიერო პირი მაინც არ უნდა შევიდეს სკოლაში, ჩემი აზრით, რომ არ შეუშალოთ ხელი სხვა სარწმუნოების მიმდევარ მოსწავლეებს. და კარგია რომ თქვენ ამაზე გამახვილეთ ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი მომდევნო კითხვა ზუსტად ამ საკითხს ეხება, ხომ არ გამოიწვევს ეს საგალობლების შესწავლა სკოლაში, ვიცით რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, არის რაღაცა ნაწილი, რომელიც სხვა აღმსარებლობისაა და მათ ხომ არ შეუქმნის, ასე ვთქვათ, უხერხულობას ეს მომენტი, რომ ისწავლება საგალობლები სკოლაში. პირველ რიგში მე როგორ მიიღებს საზოგადოება ამას? ვთვლი, რომ ეს არ მოხდება. საგალობლები, საეკლესიო საგალობლები საგნად სკოლაში მე ასე მგონია, რომ არ შევა. არ შეიძლება რომ შევიდეს. არანაირი ამისი საფუძველი არ არსებობს, იმდენად რთულად გასაკეთებელია ეს ყველაფერი. როგორც კადრის მოძიების მხრივ, ისე პროგრამაში ცვლილების შეტანის მხრივ, ისე შეფასების სისტემის მხრივ და ზოგადად. ამიტომ ეს მე ასე მგონია, რომ არ მოხდება, მე ასე მგონია, რომ ვერ გავიგეთ უბრალოდ ეს თემა სწორად. და ამიტომ მგონია, რომ არ შევა ეს საგნად. მაგრამ იცით რა არის საეკლესიო საგალობლები, არის საერო საგალობლები, რომელზე გვაქვს ჩვენ საუბარი ამაზე და კონკრეტდეთ, ალბათ საეკლესიოზე, ხო? საეკლესიო საგალობლები არის ძალიან რთულად სამღერი და თუ ჩვენ გვინდა რომ ისე ვასწავლოთ ბავშვებს ერთ ხმაში, როცა აი ძალიან ცნობილი სიმღერა ჩვენი ბაღი ბაღნარიას რომ ღეროდით ყველანი ბაღში, საბავშვო ბაღში, თუ ასე გვინდა რომ ვასწავლოთ ერთ ხმაში ეს საგალობლები და თანაც ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ
რა ვიცი, ზოგიერთი საგალობელს ძალიან დიდი ხანი ჭირდება. ეს მეორე მომენტია და უშუალოდ რამდენი საათი დაეთმობა ამ საგანს. რა ვიცი, ხო, როგორც საგანი ისე შევა ქართული საგალობლები ცალკე, ეს ძალიან, რა ვიცი, რაღაც უტოპიურ აზრად მიმაჩნია. არა მგონია რომ შევიდეს. კი ბატონო, და კიდევ ერთი საკითხი, ანუ როგორც ვიცით, წლების წინ ისწავლებოდა რელიგია სკოლებში, როგორც ესეთი სავალდებულო საგანი. ამასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ, უნდა დაბრუნდეს თუ არა ეს საგანი, უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია და უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ საქართველოს რელიგია თუ დაუშვათ ისლამი და ასე შემდეგ, ანუ სხვა იცით რა არის უნდა გქონდეს თუ არა ისტორიული სახე. მე მაგალითად აი ძალიან კარგი იქნებოდა რომ მე ვიცოდე მქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების შესახებ. მინდა მაინტერესებს, მჭირდება. თუ ამას მასწავლიდნენ სკოლაში, ცუდი არ იქნებოდა. ნუ თუნდაც როგორც ისტორიის ნაწილი. ისლამის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თქვათ, ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ მქონოდა ინფორმაცია. კარგი იქნებოდა ეს, ცუდი არ იქნებოდა. მაგრამ მარტო ქრისტიანობა, იცით რა არის, ზოგიერთი მასწავლებელმა როგორ გააკეთა, იცით როცა რელიგიას ისწავლებოდა. ის იყო ჩვეულებრივი მქადაგებელი მართლმადიდებლობისა და არა რელიგიისა და კულტურის მასწავლებელი. აი ეს უკვე ვეღარ განვითარდა და სწორადაც ვერ განვითარდა, იმიტომ რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები სკოლებში არიან. ჩემთანაც იყვნენ ბავშვები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები და რომ მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ რელიგიის უბრალოდ რელიგიის გაკვეთილები არ უნდა დაემსგავსოს მართლმადიდებლობაზე ქადაგების გაკვეთილებს. იმიტომ რომ მეც მახსოვს, რომ ამ გაკვეთილზე იყო ხოლმე ლოცვები და უშუალოდ. აი, იცით რა არის, ძირითადი აქცენტი იყო ქრისტიანობაზე გაკეთებული და არა დაუშვათ სხვა მიმდინარეობებზე. ჩვენ წავიდეთ სადღაც, ნუ ვთქვათ, მუსულმანურ ქვეყანაში სადმე და გვაიძულონ ჩვენ ყურანის კითხვა და რაღაცა მოლას რაღაცა იმის მოსმენა და ასე შემდეგ, ხო? კი, კარგი პარალელი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება სასიამოვნო იყოს როგორც ინფორმაცია, როგორც რაღაცა ცოდნის შეძენის საშუალება, მაგრამ ასე რომ ხა იმათი წესები დავემკვიდროთ ჩვენ, ნუ რაღაცა უხერხულობა იქნება. ამიტომ ჩვენც არ უნდა შევუქმნათ უხერხულობა სხვა რელიგიის წარმომადგენელ მოსწავლეებს და უნდა დავიცვათ მათი უფლებები. კი, ამ შემთხვევაში ტოლერანტები უნდა ვიყოთ, გეთანხმებით. და ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან, ანუ მინდა რომ გავაკეთოთ აქცენტები გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით. თქვენი პოზიცია, კარგია ეს თუ ცუდია და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ ყველაფერმა? იცით რა არის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ რაღაცას რომ ვაკეთებთ, იმიტომ კი არ ვაკეთებთ რომ ვიღაცას ანგარიში ჩავაბაროთ. იმიტომ უნდა გავაკეთოთ ეს, რომ ასეა საჭირო ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ასე შემდეგ. ცოდნა უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ განათლებულები, იმიტომ რომ ჩვენ გქონდეს შესაბამისი ცოდნა ჩვენი წარმატებისთვის და ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის შესაბამისად. და არა იმიტომ რომ ვიღაცა მოვა და გამოცდას ჩაიბარებს. და იმის წინაშე უნდა ვიყო ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ ჩვენ კიდევ ვიმეორებ და 1000-ჯერ გავიმართ ჩვენი საკუთარი თავის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. კი, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ბავშვებს ცოტა არ ესმით ხოლმე, ანუ და ეს ხო არ გამოიწვევს იმას, რომ ისეთი ბავშვები მოხვდებიან უნივერსიტეტებში, ვინც იქ ყოფნას უბრალოდ არ იმსახურებენ. ეს უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ თვითონ. უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც მათ იმიჯზე, მათ რეპუტაციაზე და მათ რეიტინგზე იმუშავებს. მე რო უნივერსიტეტი ვიყო, მე ჩემთვის დავაწესებდი ცოტა მაღალ რეიტინგულ ქულებსაც და ისეთ სეთებს, რომ ასე ყველას არ შეეძლებოდა ჩემთან მოხვედრა და მე მივიზიდავდი მაღალ ქულიან მოსწავლეებს, თქვათ უფრო მეტი განათლება ვისაც ექნებოდა. თორემ ეს ატესტატი საატესტატო გამოცდები ბევრს არაფერს არ ნიშნავდა. ისედაც ბავშვებიც იცით, აი, აბარებდნენ გამოსაშვებ გამოცდებს 4 საგანში, ხო? და მერე მისაღებსაც იგივე 4 საგანში აბარებდნენ ისევ. ანუ ერთი და იგივე საგანს ორჯერ აბარებდნენ.
კი ბატონო, ვიღაცა მეტყვის რომ ეს სხვადასხვა პროგრამა იყო. აი უბედურებაც იმაში იყო, რომ სხვადასხვა პროგრამა იყო. მისაღები გამოცდების პროგრამები აცდენილი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამებთან. ამიტომ შეიქმნა რეპეტიტორის ინსტიტუტი, საატესტატოც აცდენილი იყო. ამიტომ შეიქმნა ეს რეპეტიტორების ინსტიტუტი და ეს გადახრილი სისტემა პარალელური სკოლისა და ამიტომ დაეცა სკოლის პრესტიჟი სკერზე. დიახ, იმიტომ რომ საატესტატო გამოცდები მოიცავდა ხშირ შემთხვევაში ისეთ საკითხებს, რაც ეროვნულში საერთოდ არ იყო. კი, პროგრამები იყო აცდენილი. ეს როგორ თითქოს სპეციალურად იყო გაკეთებული, რომ რეპეტიტორები გაძლიერებულიყვნენ და მომრავლებულიყვნენ. აი თითქოს. მე არ ვიცი შეგნებულად გააკეთეს თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედეგი ეს მივიღეთ. ამიტომ ჩვენ ბავშვებს აქედანვე იცით რა არის უცბად იყო, აი მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი და ამიტომ ცოტა უხერხულობა შეიქმნა. თორემ ამის შემდეგ ბავშვებს ეცოდინებათ, რომ ისინი სწავლობენ თავიანთთვის, თავიანთი მომავლისთვის, თავიანთი წარმატებული კარიერისთვის და არა იმისთვის დაუშვათ, რომ ატესტატი გქონდეთ და არა ფულებისთვის, კი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი თემა იყო საგალობლების შესწავლა სკოლებში, ქართული საგალობლების შესწავლა. გადაცემის პირველ ბლოკში სტუმრად გვყავდა მამა ღვთისოს სეხნიაშვილი, გადაცემის მეორე ბლოკში კი კერძო სკოლა თამარიონის ხარისხის მართვის მენეჯერი ქალბატონი თამარ უთნელიშვილი, სადაც ვისაუბრეთ საგალობლების შესწავლაზე სკოლაში, ასევე გამოცდებზე და მის მოხსნაზე და ზოგადად გამოცდების მნიშვნელობაზე და ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ კიდევ ერთხელ რომ მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში და დრო გამონახეთ. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას საინტერესო თემებით და საინტერესო სტუმრებით.